პიკასო და სტალინი და ჰიტლერი ერთ პორტრეტში ზუგდიდელი მხატვარი ამბროსი სალია ძირითადად ამ ჟანრში მუშაობს. მისი ნამუშევრები ზეთით არის შესრულებული. მხატვრის ერთი პორტრეტი პრეზიდენტის კერძო კოლექციაშიც ინახება. ტელეკომპანია ოდიშის ჟურნალისტების სიუჟეტი. როცა პირველად შემოქმედებითი წვა იგრძნო 4 წლის იყო. მაშინ ფანქარი დაუფიქრებლად აიღო და ბავშვური ფანტაზია რეალობას თეთრ ფურცლებზე დაამგვანა. მაშინდე 4 ათეული წელი გავიდა. საკუთარი შემოქმედების განვითარებაში მხატვარმა ათობით უნიკალური ხელოვნების ნიმუში შექმნა. მამაჩემი სტუმრებს რომ მოიყვანდა სახლში, ფანქარში ვცდილობდი ფანქრით დამეხატა, პორტრეტი დამეხატა. ახლა იდეალური მსგავსება არ იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ გამომდიოდა რაღაცები და მე მოსწონდათ ხოლმე. მერვე კლასიდან წავედი თბილისში და ჩავაბარე თოიძის ტექნიკუმში. როგორც მხატვართა დიდი უმრავლესობა ხატავს სტილოზე ზეთით, თუმცა სხვებისგან ორიგინალური ხედვა და გამორჩეული სტილი განასხვავებს. იმაში, რასაც ქმნის აუცილებლად სიმბოლურ დეტალს დებს. მე მინდოდა ნონას სიძლიერე გამომეხატა თავისი ქვებით, ჭადრაკის ქვებით. აქ ყველა ფიგურა არის ჭადრაკის და გავაცოცხლე თითქოს ეს ფიგურები და ახლა დედოფალი აგერ ხედავთ ნონას სიძლიერეს თაყვანს ძემს და თვითონ ეს მეფე ზემოდან თან გვირგვინია ნონასი და თან გამოხატავს სიძლიერეს. მხატვრობა მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო ბავშვობიდან გახდა. პროდუქტიულ ნამუშევრებს შემფასებელი ყოველთვის მრავლად ყავდა. შემოქმედებით ბაზარზე მისი ტილოები დღემდე ყველაზე მოთხოვნადია. ექსპოზიციის დიდ ნაწილს პორტრეტები შეადგენს. ამბობს, რომ თავად ადამიანია მისი შემოქმედების მუზა. ადამიანების სამყაროს კი მათ მზერაში ატევს. ძირითადად ცნობილი სახეების პორტრეტები შეუქმნია. ახლა ნინო ანანიაშვილის ფიგურას ქმნის. ბალერინების ტილოზე გაცოცხლება მისთვის ყველაზე სასიამოვნო შემოქმედებითი პროცესია. ბალერინები მიყვარს. იმიტომ რომ ბავშვობაში ფანი ვიყავი ნინო ანანიაშვილის. ნახატი, რომლითაც საკუთარი პროტესტი დამთვალიერებლამდე მიიტანა, მისთვის ყველაზე საყვარელი ნამუშევარია. რამდენიმე სიმბოლო ერთად შეკრიბა და ტილოზე მათი სინთეზი შექმნა. ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი ნამუშევარი. აქ არის თქვენ ხედავთ აგერ ემბრიონს. ყველა ემბრიონს აქვს უფლება, რომ მოევლინოს ამ ქვეყანას და რომ დაიბადოს, რომ იცოცხლოს. აი აქ თქვენ ხედავთ ემბრიონს, აქ არის ხელები და ეს არის ღმერთი რა, ღმერთი ჩუქნის ემბრიონს სიცოცხლეს. აი ეს ემბრიონი რო გაიზრდება, თვითონ აი ეს თვალი არ იცვლება და ამას უფლება აქვს რომ იცოცხლოს ამ ქვეყანაზე და ამ სურათს რო გადმოაბრუნებთ, თქვენ ახლა დაინახავთ პროფილს. ეს პროფილი არის ჩემი ავტოპორტრეტი. აი ეს თვალი, ეს ცხვირი, აი ეს ტუჩები, აი ეს ნიკაპი, აი ეს ყური და აი შორიდან რო დააკვირდებით არის ჩემი პროფილი. 4 ცნობილ სახეს ერთ ტილოზე თავი ერთად 2003 წელს მოუყარა და კიდევ ერთი სიმბოლური ნამუშევარი შექმნა. იმავე წელს ხელოვნების ორიგინალური ნიმუში პრეზიდენტის პირად კოლექციაში მოხვდა. ძალიან საინტერესო ნამუშევარია. ძალიან მე თვითონ მიყვარს ეს ჩემი ნამუშევარი. აი ამ ხედავთ თქვენ ახლა აქ პორტრეტს. ამ პორტრეტზე არის 4 პიროვნება გამოსახული. აქ არის აი ეს არის პაბლო პიკასო. ხედავთ ალბათ. ამ პროფილში არის უკვე სალვადორ დალი, რო გადმოვაბრუნებთ. აქ თქვენ დაინახავთ. აი ზემოთა აი პროფილში ხედავთ ადოლფ ჰიტლერს და მეოთხე ნახევარ პროფილში ხედავთ სტალინს. ამას ის დატვირთვა აქვს, რომ ეს სურათი რა თქმა უნდა ეკიდება ასე. სტალინი და ჰიტლერი თავდაღმა, იმიტომ რომ ფაშიზმი და კომუნიზმი დამარცხდა და შემოქმედებამ გაიმარჯვა. ეს ნახატი აქვს საქართველოს პრეზიდენტს. კერძო კოლექციაში არის პრეზიდენტი.
რუსთავი ყველაზე სპორტული ქალაქის ტიტულს წარმატებით ინარჩუნებს. ქვეყნის 21 ეროვნული საფეხბურთო და საკალათბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული რუსთავის ოლიმპი და ენერჯი ინვესტი გახდნენ. როგორ მივიდნენ რუსთაველები ოქროს მედლამდე და რა სიურპრიზი მოუწყოს ჩემპიონებს ნახეთ სიუჟეტში რუსთავიდან. 2007 წელი ოლიმპი და ენერჯი ინვესტის საქართველოს ჩემპიონია. 2010 წელი რუსთავის ორივე გუნდი საქართველოს ჩემპიონი ერთდროულად კიდევ ერთხელ გახდა. სწორედ ამიტომ ქვეყნის 21 ეროვნული ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელები რუსთავის მერიის ორგანიზებით გამართულ ცერემონიალზე ერთად საზეიმოდ დააჯილდოვეს. ჩემპიონების დასახვედრად ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა. რუსთავის საფეხბურთო გუნდმა ოქროს მედლები ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მოიპოვა. ოლიმპმა 33 ტურში დინამოსთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრის შემდეგ საკუთარ გულშემატკივართან ერთად ჩემპიონობა სტადიონზე იზეიმა. გუნდისთვის მეორედ მოპოვებული ქვეყნის ჩემპიონის ტიტული უდიდესი წარმატება აღმოჩნდა, თუმცა ისინი გაცილებით დიდი წარმატების მიღწევას უკვე საერთაშორისო ასპარესზე გეგმავენ. ეს იყო ბედნიერების ძალიან დიდი წამი, რომელიც დიდხანს რო გაგრძელდა, შეიძლება გაგიჟდა კაცი რა. ეს ძალიან დიდი შრომის ფასად დაგვიჟდა, ძალიან დიდი ნერვების და ფეხბურთელებს მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა. ულოცავ ყველა რუსთაველ ჩემპიონობას. ბიჭებს ვეუბნები დიდ მადლობას და მთავარ მსმენელს ამ დიდი საჩუქარისთვის ქალაქ რუსთავისთვის და რუსთაველებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს არის ჩემპიონების ქალაქი, ეს არის ნომერ პირველი ქალაქი, იქნება ეს სპორტი თუ სხვა ყველა სფერო და ესე გაგრძელდება და ჩვენ არაერთი ზემი გვექნება ქალაქში აღსანიშნავი ჩვენი გუნდების, ჩვენი საწარმოების, ჩვენი ადამიანების წარმატების და ჩვენი მოსწავლეების და ყველას საერთოდ ეს არის ჩემპიონების ქალაქი და ყველამ დაიმახსოვროს. ამ თასს კი რუსთავის კალათბურთელთა გუნდი ენერჯი ინვესტი წელს უკვე ზედიზედ მეოთხედ დაეუფლა. ჩემპიონები რუსთაველები დაძაბული 3 ფინალური შეხვედრის მოგების შემდეგ გახდნენ. ბოლო ფინალში ენერჯი ინვესტმა თბილისის თესეო დრამატულ ოვერტაიმში დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ დაიცვა. შეიძლება გამიცადო. ეშმინდა გავხადო დიდი მადლობა ჩვენ გულშემატკივარს ყველა პიროვნებას ისაჩერება ჩვენი წარმატების. გასული წლების მსგავსად რუსთავმა წელსაც დაამტკიცა, რომ ის ნამდვილად ჩემპიონების ქალაქია და ყველაზე სპორტული ქალაქის ტიტულის მოსაპოვებლად ის წლის ბოლოს დამსახურებულად იბრძოლებს.